კორუფცია ქართულ ოცნებაში არ ახალია. კორუფცია ზოგადად ქართული ოცნების სამარკო ნიშანია, საფირმო ნიშანია და ისინი კორუფციაში თავიდან ბოლომდე არიან ჩაძირულები. ჩვენ ვიცით, კორუფციის ბრალდებით დაკავებული უმაღლეს თანამდებობის პირები, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საერთოდ აღიარა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჩადენილი დანაშაული და სხვა დანაშაულები, რომლებიც ჩვენ ზედაპირზე წამოწიეს, როდესაც ერთმანეთს შორის დაპირისპირება იყო. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, ვინაიდან კორუფცია არის ამათი სამარკო ნიშანი, ხოლო ის შესაძლო კორუფციული ქსელები და ქმედებები, რაზეც არის საუბარი, ეს საჭიროებს გამოძიებას, ხოლო გამოძიება ხდება მაშინ, როდესაც ინტერესი არის, პოლიტიკური ინტერესი არის ამ შემთხვევაში მათი მხრიდან პიროვნული დაპირისპირების და არა სამართლებრივი ინტერესი, რასაც ჩვენ უყურებთ. ვინაიდან ჩვენ საუბრობდით ლელოძლიერი საქართველოს წლების განმავლობაში სავარაუდო კორუფციაზე, ღარიბაშვილის და სხვა მინისტრების, რომლებიც და მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც ახლა საპატიმროში არიან, მაგრამ მაშინ არავინ ამასთან დაკავშირებით საერთოდ მხედველობაში არ ღებულობდა, სანამ მათ არ დაჭირდა და სანამ არ წამოწიეს ამ შემთხვევაში ერთმანეთს შორის ბრძოლის შედეგად.